დილამშვიდობისა ძვირფასო კოლეგებო, მე ლევან ლეშკაშელი ვარ, თქვენი account manager Excel-ის Solution-დან და თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი სადაჯავშნო მოდულით, ჩემი მოვალეობაა რომ დაგეხმაროთ გამართოთ ის იმგვარად, რომ უფრო მიმზიდველი იყოს სტუმრებისათვის და რა თქმა უნდა მიიღოთ უფრო მეტი პირდაპირი ჯავშანი. ჩვენს პირველ ვიდეოში უკვე ვისაუბრეთ საფასო პოლიტიკის სწორედ გაწერასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ თქვენი ფასის საიტზე ყოველთვის იგივე ან უკეთესი იყოს ნებისმიერ ონლაინ სადაჯავშნო არხთან მიმართებაში. ხოლო მეორე ვიდეოში ვისაუბრეთ პრომოკოდების როლზე, რომელიც შეგიძლია გამოიყენოთ ნებისმიერ სოციალურ მედიაში აქციების გასაშვებად, რეკლამირებისთვის და ასევე იმისთვის, რომ მომხმარებლებს შეესთავაზოთ დაფარული უკეთესი ფასები საიტიდან დაჯავშნის დროს. და დღეს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მინდა გესაუბროთ, ეს არის რიფითერების როლი პირდაპირი ჯავშნების მთლიან მოცულობაში. რიფითერები იცით რომ ალბათ რომ ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც უკვე იყვნენ თქვენთან სასტუმროში, რომლებმაც მიიღეს თქვენგან სერვისი, ნახეს რეალურად ადგილზე რა დახვდათ და როგორ და კიდევ სურთ თქვენთან დაბრუნება და როგორ შეგიძლიათ რომ უფრო მეტად მიიზიდოთ ეს მომხმარებლები თქვენსკენ და საიტიდან გააკეთებინოთ მათ ჯავშანი. ამისათვის დღეს წარმოგიდგენთ ძალიან ესეთ ახალ პროდუქტს, რომელიც ჩვენ გვაქვს Excel-ის Solution-ში და რომელიც დაგეხმარებათ, რომ სწორედ რიფითერებს უფრო მეტი შესაძლებლობები მისცეთ საიტიდან ჯავშნის დროს. ახლა მე გაჩვენებთ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ სატესტო საიტს. ხედავთ, ეს არის Hotel Excel-ის, რა თქმა უნდა, სატესტო, ესეთი სასტუმრო არ არსებობს, სატესტოდ გავაკეთეთ ჩვენს Express-ზე, ისე რომ წარმოგიდგინოთ აბსოლუტურად ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც რეალურად შეუძლია ჩვენს როგორც სადაჯავშნო მოდულს, ისე Express და აი აქ მე მინდა რომ გაჩვენოთ ჯერ როგორ გამოიყურება საიტზე თავად მომხმარებლისთვის ლოიალურობის პროგრამა და შემდეგ უკვე ტექნიკური საკითხები განვიხილოთ შიგნით ექსტრანეტში და გადავიდეთ რა თქმა უნდა ექსტრანეტზეც. დავიწყოთ საიტიდან, როდესაც მომხმარებელი ხვდება თქვენს საიტზე და გადადის ოთახების ძიებაზე, აქ ჩნდება ორი რამ, რასაც სწორედ ლოიალურობის პროგრამა უზრუნველყოფს. ერთი შესაძლებლობა რომ დალოგინდეს და შევიდეს მომხმარებელი შექმნას თავისი პირადი აკაუნთი და შესაბამისად აქ კიდევ ეგძლება დამატებით ინფორმაცია, რომ მას შეუძლია მიიღოს სპეციალური ფასდაკლება, რომელიც მიღება შესაძლებელია მხოლოდ საიტიდან და ეს მოტივატორი, რომელიც აქ არის მოცემული, გაყვება ჯავშნის ნებისმიერ ეტაპზე, შესაბამისად ნებისმიერ მომენტში შეიძლება რომ თუ თქვენ გააკეთებთ საინაპს, მიიღებთ შესაძლებლობით უკეთეს ფასს და მოდი ჩვენ გავყვეთ ამ ყველაფერს. ხედავთ რომ ძალიან მარტივი აკაუნთის შექმნა, აქ იქნება პირადი მონაცემები და პლუს შესაძლებელია Google-დან, ძალიან მალე შესაძლებელი იქნება რომ Facebook-იდანაც შექმნას აკაუნთი, ჯერჯერობით მხოლოდ Gmail-ზეა საუბარი და როდესაც დალოგინდება, უკვე გვეძლება საშუალება რომ მან მიიღოს თავისი პირადი პროფილი და აი ამ პირად პროფილში კონდეს ეს go to personal account და როდესაც ამას დააწვება, ახლა ჩაიტვირთება ძალიან მალე, მას ეძლევა თავისი პირდაპირი აკაუნთი და ამ პერსონალურ აკაუნტზე მას საშუალება ექნება რომ ნახოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შეეხება როგორც ჯავშნებს, ისე მის level-ს, ასე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ მივანიჭებთ. დასწრისთვის ხედავთ, აქ ბევრი განსაკუთრებული ინფორმაცია არ არის, იქიდან გამომდინარე რომ სატესტო სასტუმრო არის, აქ ჯავშანიც არ არის გაკეთებული, თუმცა ხედავთ ლოიალურობის ბარად თავისი პერსონალური კოდით იმ ფასდაკლებას, რომელსაც იღებს მომხმარებელი და იმ დონეს, რომელიც აქვს. პლუს ამას ხედავთ რომ აქ არის ერთგვარი მეტრაჟი, რომელიც საშუალებას აძლევს რომ დაინახოს რამდენი ჯავშანი სჭირდება იმისათვის რომ შემდეგ level-ზე გადავიდეს და უფრო მეტი ფასდაკლება მიიღოს. აქედანვე აი მოქმედების ღილაკიდან შეუძლია ჩამოშალოს და ნახოს მისი წინა ჯავშნები, აგერ არის მოცემული რომელი ოთახი დაჯავშნა. შემდეგ მისი პირადი მონაცემები და პროფილის მონაცემები ასევე და ლოიალურობის პროგრამის გვერდი, ცალკე გვერდი, სადაც ხედავთ აღწერილი არის რომ ჩვენ გვაქვს აქ 4 დონე, რა თქმა უნდა ესეც სატესტოდ არის შექმნილი და თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს სასტუმროს და თქვენი სასტუმროს საჭიროებებს. აქ მე გაწერილი მაქვს რა, რომ რეგისტრაციისთანავე ჩვენი მომხმარებელი მიიღებს 10%-იან ფასდაკლებას. ესეც რატომ? იმიტომ რომ იცით რომ ნებისმიერ არხზე, როდესაც მომხმარებელი გადის
რეგისტრაციას და რეგისტრირდება, მას მაშინა თუ ეძლევა ერთგვარი პირველი დონის ფასდაკლებები ნებისმიერ ოთახზე. ასე არის, რომელიც დაახლოებით 10% შეადგენს. შესაბამისად, ჩვენც არ ჩამოვთქვით ამ ტენდენციას და რეგისტრაციისთანავე მივუცეთ ეს 10%-იანი დისკაუნტი მომხმარებელს. ამის შემდგომ უკვე არის Silver დონე, რომელიც ეძლევა იმ შემთხვევაში თუ 10 ღამეს გაათევს მომხმარებელი და 10 ღამის გაათევის შემდეგ მას უკვე 15%-იანი ფასდაკლება ეძლევა. თუ გაათევს 30 ღამეს, გადადის Gold-ზე, ანუ ოქროს level-ზე და მას ეძლევა 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თუ თქვენ სასტუმროში გაათევს 50 ღამეს, მას ეძლევა 25%-იანი ფასდაკლება და აქაც მინიშნებული არის თუ რამდენი ღამე დამრჩა იდეაში მე იმისთვის რომ მივიღო ეს ფასდაკლება. ხედავთ რომ ძალიან მარტივია მომხმარებლისთვის ამ ყველაფრის ნახვა და თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, კიდევ ვინც იყენებს ჩვენს Express-ზე ჩვენ გვეძლევა კიდევ დამატებით საშუალება რომ მივცეთ მომხმარებელს აი ესეთი ვიზუალი. ახლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ის. აი ესე, საიტზე ემატება ერთგვარი სექცია ლოიალურობის პროგრამის, სადაც დაჭერის შემთხვევაში მას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თუ როგორი სახის ლეველები არსებობს და რომელს რაზე მიიღებს ეს ვიჯეტი გავთიშოთ და ასევე მისი აღწერილობა, რა თქმა უნდა, ხა ეს ტექსტები და ეს ვიზუალიც რაც გავაკეთე სატესტო არის, თუმცა თუ მოგეწონებათ იგივე ტექსტები, იგივე ვიზუალი, ეს ყველაფერი ჩემი შემოქმედების ნაყოფია, ასე ვთქვათ, შესაბამისად შეგიძლიათ რომ მითხრათ რომ ლევან ეს ტექსტი მჭირდება, ეს ტექსტები გადავიტანოთ, აღწერილობა, თავისი ვიზუალით ასე შემდგ და აბსოლუტურად ყველაფერი შემიძლია დაგიმატოთ, ფერები შევცვალოთ, თუ გნებავთ თქვენი ბრენდბუქის შესაბამისად და ხედავთ კლასიკური ლეველი, რომელიც რეგისტრაციისას ხდება, აქ აღწერილობა მშვენიერია ესეთი სურათი, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი ლოიალური წევრი და ისარგებლეთ ყველა იმ უპირატესობებით და სპეციალური შეთავაზებებით, რომლებიც გვაქვს რეგისტრაციის მომენტიდანვე და პლუს აღწერილობა რომ გააკეთეთ რეგისტრაცია ოფიციალურ ვებსაიტზე და მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება, პატარა ბონუსი და ასე შემდეგ. ამ ტექსტებში ხა აღარ ჩავეძიები, თუმცა აქაც აღწერილობა არის რომ როდესაც გაათევთ რაღაც კონკრეტულ ღამის რაოდენობას, მხოლოდ შემდეგ იღებთ აი ამ ფასდაკლებებს. ეს ნაწილი პრინციპში ვფიქრობ რომ ძალიან მარტივია და გასაგები არის, მარტივად აღსაქმელი არის. ახლა ვნახოთ კონკრეტულად როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი ჩვენთან შიგნით ექსტრანეტში და საიდან გვაქვს შესაძლებლობა რომ დავამატოთ ეს ყველაფერი. გადავიდეთ ისევ და ისევ ექსტრანეტზე, რომელიც ასევე ძალიან ნაცნობია უკვე თქვენთვის, Hotel Excel-ის ექსტრანეტი. აი აქ guest relations-ში ჩამოშლით ლოიალურობის პროგრამას და უკვე როდესაც გაკეთებულია ლოიალურობის პროგრამა, ახლა ვიდეოს მიზნებიდან გამომდინარე დეაქტივაცია არ მივეცი, იმიტომ რომ ყველაფერი რაც თავიდანვე უნდა გავიაროთ, მაინც ნებისმიერ დროს შეგვიძლია რომ დავაედიტოთ, ამიტომ edits რომ მივცემ, ზუსტად იგივე ინტერფეისი გამოგვივარდება, რაც სხვა შემთხვევაში, ამიტომ იდეაში არ არის აუცილებელი რომ ავდგეთ და დეაქტივაცია გავუკეთოთ და ახლიდან ჩავთოთ. ხედავთ რომ საშუალებას გვაძლევს რომ ორი ტიპის გამომუშავებით შევქმნათ ლოიალურობის პროგრამა, ერთი არის თანხაზე ორიენტირებული, მეორე არის ღამეებზე ორიენტირებული. მე მონიშნული მაქვს რომ ღამეებზე იყოს ორიენტირებული, იმიტომ რომ იმის მიხედვით რამდენ ღამეს გაათევს და არა იმის მიხედვით რა თანხას დახარჯავს ჩვენთან. თუმცა რეგისტრაციის მომენტში და გაკეთების მომენტში თქვენთან შეგვიძლია რა თქმა უნდა რომ თუ გსურთ რომ თანხიდან გამომდინარე დააგროვებინოთ პროცენტები, ესეც შეგვიძლია გავითვალისწინოთ. ბარათის შექმნა, რა თქმა უნდა, ფიზიკურად არანაირ ბარათს არ ვქმნით და ფიზიკურად მომხმარებელს არანაირ ბარათს არ გადავცემთ, თუმცა თუ თქვენ გაქვთ უკვე ბარათები, შეგვიძლია ფიზიკურადაც შექმნათ და შესაბამისი ნომრები მივანიჭოთ, მაგრამ ამჯერად მონიშნული მაქვს ვირტუალური. აქ არის საიტზე ლინკი, რომ ეს ინფორმაცია ნახოს მომხმარებელმა და ჩვენ კონკრეტული ეს ლინკი გვაქვს, რაც წეღან გაჩვენეთ და როდესაც გადავდივართ ლეველებში, აქაც შეგვიძლია გავწეროთ და ნებისმიერ დროს შევცვალოთ რამდენ ღამეზე მივცემთ რა პროცენტიან ფასდაკლებას. Base level-ი იგივე რეგისტრაციის მომენტში და ხედავთ კლასიკურზე ვაძლევთ 10-ს და შემდეგ მოდის Silver-ი, რომელიც მე 10 ღამეზე მივეცი, როგორც წეღან ვთქვი. ეხლა მე ავარჩიე 10 ღამე, თუმცა აქ გირჩევდით რომ
აგიღოთ ერთგვარი სტატისტიკიდან თქვენი average length of stay, ანუ დაახლოებით საშუალოდ რამდენ ღამეს ატარებენ ხოლმე თქვენთან მომხმარებლები და ეს მონაცემები 2-ზე ან 3-ზე გაამრავლოთ იმისთვის, რომ მომხმარებელს მინიმუმ 2-ჯერ ან 3-ჯერ დასჭირდეს თქვენ სასტუმროში დარჩენა, რომ მიიღოს შემდეგი დონე. ამასა და შემდეგ დონეს შორის, იგივე gold დონეს შორის დაახლოებით იგივე სხვაობა, 3-ჯერ რომ მოუწიოს დარჩენა, შემდეგ 7-ჯერ და ასე შემდეგ. ანუ არ მისცეთ ეს ლეველები მარტივად, მაგრამ არც ისეთი რაღაც სხვაობა არ დანიშნოთ ამ დონეებს შორის, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებელს არ ქონდეს იმისი ან საშუალება, ან სწრაფვა იმისკენ, რომ რეალურად დააგროვოს ეს ღამეები და მიიღოს უფრო მეტი ფასდაკლება. თუ თქვენ ასეთ გაუაზრებლად კაცრ, მოდი ესე ვთქვათ, თუ ასეთ მკაცრ პოლიტიკას გაატარებთ, შესაძლებელია, რომ თქვენს მომხმარებელს აღარ ჰქონდეს იმის სურვილი, რომ ეს რომნაითები დააგროვოს თქვენთან და მიიღოს ეს ფასდაკლება თქვენგან და ნაცვლად ამისა წავიდეს რომელიმე ზემოთხსენებულ ოტა არხზე, იქ დააგროვოს იგივე რომნაითები და იქ მიიღოს რაიმე უკეთესი ფასდაკლება. მით უმეტეს კარგად ვიცით და კარგად ვხედავთ ჩვენ თვითონ თავად, როგორ არის ჩვენ თვითონ ოტელიერებს გულისხმობ, თუ როგორ მარტივად არის შესაძლებელი, რომ მიიღოთ სხვადასხვა დონეები ნებისმიერ ოტა არხზე და რატომ ავდგეთ და ვიყოთ ზედმეტად მკაცრები ჩვენსავე ოფიციალურ ვებსაიტზე. პლუს იმის გათვალისწინებით, რომ თუ ოტა არხებზე ეს წევრობასთან დაკავშირებული ფასდაკლებები ემატება აბსოლუტურად ყველა სხვა აქციას და აბსოლუტურად ყველა სხვა ფასდაკლებას, ჩვენთან იგივე არ ხდება, შესაბამისად ჩვენთან არის ესეთი მიდგომა, რომ რომელი ფასდაკლებაც უფრო მაღალი იქნება, მომხმარებელი დაინახავს მაგას. შესაბამისად, თუ მომხმარებელი არის დაუშვათ silver დონეზე და მას ეკუთვნის 15%-იანი ფასდაკლება, მაგრამ თქვენ ადგებით და ჩართავთ, არ ვიცი, რაღაცა სპეციალურ საგაზაფხულო ფასდაკლებას, რომელიც არის 20%-იანი, ეს ორი ერთმანეთს არ დაემატება, ანუ 20%-ს 15% არ დაემატება და მომხმარებელი 35%-იან ფასდაკლებას არ მიიღებს, ის მიიღებს მხოლოდ 20%-იან ფასდაკლებას. ანუ ჩვენთან ლოიალურობის დონეები არ ემატება რაიმე სპეციალურ პრომო აქციას. სხვა ნებისმიერ ოტა არხზე იცით, რომ ემატება. ამიტომ იმის მიზეზი და მიზანი, რომ რატომღაც ავდგეთ და გავამკაცროთ მდგომარეობა ჩვენს ლოიალურობის პროგრამაში საიტზე, არ გვაქვს, არ გვჭირდება და შეგვიძლია ძალიან ლმობიერები ვიყოთ. მივცეთ მათ საშუალება, რომ რეალურად მართლა დააგროვონ ეს ღამეები და მიიღონ კარგი ფასდაკლებები. შემდეგი, რაც ასევე ჩანს ინტერფეისში, ეს არის პროგრამის სეტინგები. აქ ჩვენ ვირჩევთ რას? აქ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავაუქმოთ კიდევაც დაგროვებები რაღაცა პერიოდულობით, მე ეს არ მაქვს მონიშნული, ამის არ მონიშნვით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ ნებისმიერ დროის ჭრილში გათენებული 20 ღამისთვის მან მიიღოს 20%-იანი ფასდაკლება, მაგრამ თუ მე აქ სიტყვაზე მოვნიშნავ, რომ cancel earnings every 1 year, ეს ნიშნავს, რომ ყოველ ერთ წელიწადში, ოღონდ ეს ერთი წელიწადი გამოითვლება არა ის, რომ დღეიდან ერთ წელიწადში. არამედ აი რიცხვის შესაბამის ერთ წელიწადში, თქვათ 2023 წლის მარტში თუ ჩაერთო, 2024 წლის მარტის იმ რიცხვში გაუქმდება ის წინა რომნაითები. ამას ისევ დავაბრუნებ, არ მჭირდება, იმიტომ რომ რეალურად პირიქით მინდა რომ მომხმარებელი იყოს მოტივირებული, ამიტომ არ ჩავთავ. კიდევ ერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის რომ თუ გაქვთ ჩვენი channel manager-ი, channel manager-იდან მიღებულ ჯავშნებზეც გავატაროთ აი ეს პოლიტიკა და მათაც მივცეთ დაგროვებული room-night-ების შესაბამისად პროცენტული ფასდაკლებები და ეს დაგვეხმარება რაში? ახლა არ მაქვს მონიშნული, იმიტომ რომ სატესტოში რა თქმა უნდა channel manager-ი არ მაქვს ჩართული, მაგრამ ეს რეალურად დაგეხმარებათ რაში? ეს მოგცემთ საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი შემოვიდა რომელიმე ოტა სადაჯავშნო არხიდან, მიანიჭოთ მას თქვენი ლოიალურობის პროგრამა საიტზე და შესაბამისად მას გაეგზავნება მეილი და თქვენ აუწყებთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი ლოიალური პარტნიორი და შეგიძლიათ საიტიდან დაჯავშნის შემთხვევაში მიიღოთ ფასდაკლება და დიდია იმის ალბათობა, რომ მან შეიძლება არ დაჯავშოს, მაგრამ შეამოწმოს მაინც საომალოდ
თქვენი საიტი და უკვე შეადაროს რა ფასს მიიღებს ნებისმიერ როტ არხზე და რა ფასი ეკუთვნის თქვენგან. ანუ ესეც ზრდის იმის ალბათობას, რომ მომხმარებელმა შეიძლება ჯავშანი თქვენი საიტიდან გააკეთოს. Issue card automatically, რა თქმა უნდა, როგორც კი მომხმარებელი დარეგისტრირდება, მას ავტომატურად მიენიჭება ბარათი და ვიღებთ ჩვენს შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მომხმარებელს შეეცვალა რომელიმე დონე, ანუ ერთ დონეზე იყო და გადავიდა უფრო მაღალზე და პლუს ამას მომხმარებელსაც მისდის ანალოგიური შეტყობინება და კიდევ ერთი მოსანიშნი, ამის მონიშნით ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ არა მარტო რაიმე სპეციალური ფასდაკლებები შევთავაზოთ მომხმარებელს, არამედ მათთვის სპეციფიკური რეიტები, ანუ სატარიფო გეგმები შევქმნათ. სიტყვაზე რომ შეიძლება silver დონეს მივცეთ სხვა ტარიფი, gold-ს მივცეთ სხვა, platinum-ს მივცეთ სხვა და ასე შემდეგ. ამის გაკეთებაც შეგვიძლია და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თქვენთვის ამის ყველაფრის ცოდნა არ არის სავალდებულო, მომმართეთ მე, მითხარით რომ ლევან აი ესე მინდა დავალაგოთ ჩემი ფასების პოლიტიკა და დაგეხმარებით აუცილებლად. გარდა ამისა, ხედავთ რომ ქვემოთ კიდევ 3 სექცია არის, რომელიც ჩანს და ჩნდება მაშინ, რაც ლოიალურობის პროგრამას გააქტიურებთ. ეს არის ტრანზაქციების ისტორია, დიახ, სეივის გარეშე გადავიდეთ. ტრანზაქციების ისტორია, სადაც ბარათების და მიხედვით შეგიძლიათ ტრანზაქციები მოიძიოთ, ასევე ბარათების ჩამონათვალი, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა აქ ჩვენ გვაქვს სატესტო სასტუმრო, რა თქმა უნდა, ბარათების რაოდენობა ძალიან მცირეა, მხოლოდ 5 ბარათი არის, საიდანაც 3 კლასიკი, 1 სილვერი, 1 გოლდი. ეს ინფორმაციაც გეძლევა თქვენ მთლიანად და კიდევ რისი საშუალება გაქვთ. აი აქ ქვემოთ არის ესეთი მშვენიერი 3 ღილაკი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი მთლიანი ბაზა, ვინც კი გვეყოლება, აქ ჩამოვტვირთოთ და შესაბამისად აქ მითითებული მეილები გამოვიყენოთ ჩვენი სამომავლო ონლაინ email მარკეტინგისთვის. შეგვიძლია ასევე რომ დავაგენერიროთ ხელით ჩვენ ბარათები, მაგალითისთვის თქვენ ყავთ სტუმარი, რომელიც გსურთ რომ რაღაცა ხშირად გიჯავშნით და გინდათ რომ მას მიენიჭოთ რაიმე ლოიალურობის დონე, შეგიძლიათ აქედან შექმნათ ბარათი, დაამატოთ ბარათი და აი ესე დამატებულ ბარათში შიგნით issue card to a guest, ანუ მიანიჭოთ ვინმეს ბარათი და აი აქ ტესტ ნომერი არ ვიცი +995 123 123 123 ტესტ დავლუკა test.com date of birth არ აქვს მნიშვნელობა. შექმნათ აი ესეთი პროფილი და ამ მომხმარებელს, ჩვენ სატესტო მომხმარებელს გაეგზავნება მითითებულ მეილზე, აი ამ მეილზე გაეგზავნება შეტყობინება, რომ ის გახდა ლოიალურობის პარტნიორის წევრი, მიიღო კლასიკ ბარათი, უკვე აქვს ფასდაკლება და შესაბამისად შეუძლია რომ შემოვიდეს საიტზე და საიტიდან გააკეთოს ჯავშანი. ასე რომ თუ თქვენ არ ვიცი ინფორმაციას ინახავთ რაიმე სახის არ ვიცი შეიძლება Excel-ის ფაილებში გაქვთ თქვენი ლოიალური პარტნიორების ჩამონათვალი. შესაძლებელია, არ ვიცი, სხვა რომელიმე სისტემაში იყენებთ. სხვადასხვა თუ რომელიმე სისტემას იყენებთ, ამაზეც მოგმართეთ, იმიტომ რომ ჩვენ რამოდენიმე სისტემათან ლოიალურობის პროგრამის სისტემებთან გვაქვს კავშირი, შეგვიძლია ინტეგრაცია გავაკეთოთ და თუ არა გვაქვს, რა თქმა უნდა, სურვილი იქნება, შეგვიძლია დაუკავშიროთ იმ კომპანიას და ვთხოვოთ ინტეგრაცია და ნახოთ სადამ წაგვიყვანს ეს ყველაფერი. ისეს თუ თქვენ სიტყვაზე ვამბობ Excel-ის ფაილში ინახავთ თქვენს ინფორმაციას ლოიალური პარტნიორების შესახებ, შეგიძლიათ რომ უკვე გადმოიტანოთ აქ და ერთიანი ბაზა გქონდეთ და მესამე ასე ვთქვათ სექცია, რომელიც არის აქ არის სტატისტიკების სექცია. აქაც ამჯერად ბევრი ინფორმაცია არაფერია, იმიტომ რომ არის მოცემული მხოლოდ სატესტო აკაუნტზე, მაგრამ როდესაც ჩვენ რეალურ სასტუმროს შევეხებით, რა თქმა უნდა, აქ ეს რიცხვები საერთოდ განსხვავებული იქნება. პრინციპში ტექნიკური ხასიათითაც და საიტზე ვიზუალითაც ყველაფერი ავხსენით, როგორ გამოიყურება და მომხმარებლები როგორ ხედავენ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ საიტზე და პლუს კიდევ როდესაც შევქმნით, რა თქმა უნდა, რისი საშუალება გვაქვს, რა თქმა უნდა, ვიჯეტის გაკეთების და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიცემის იმას თაობაზე, რომ საიტზე გვაქვს ლოიალურობის პროგრამა, ასევე ვისაც ჩვენი ექსპრესი აქვს და ვიყენებს ჩვენს ექსპრეს საიტს, მას შეუძლია ლოიალურობის პროგრამის ინფორმაცია გამოიტანოს აი აქ სექციის სახით
და პლუს ამას ჩვენ კიდევ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ რა? თუ თქვენს მიერ გაკეთებული საიტი გაქვთ და არა ჩვენი საიტი, თქვენს საიტზეც ერთგვარი შესასვლელი ღილაკი გავაკეთოთ და იმ შესასვლელი ღილაკიდან დაახლოებით მსგავსი ტიპის გვერდზე გადავიყვანოთ, სადაც მსგავსი ტიპის ინფორმაცია იქნება და ამგვარადაც უფრო მეტად ვაცნობოთ და უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს ჩვენ ლოიალურობის პროგრამის შესახებ. დღეისათვის ვფიქრობ სულ ეს იყო. ძალიან ისეთი საკითხი არის, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც სასტუმროში მუშაობდი, ლოიალობის პროგრამა და რიპითერები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც იგივე დამოკიდებულება გაქვთ და ძალიან კარგი პროგრამა არის ლოიალობის პროგრამა, რომელიც შეგვიძლია რომ ვებსაიტზე დავაყენოთ და ვებსაიტიდან უზრუნველყოთ ჩვენი რიპითერების კვლავ და კვლავ დაბრუნება ჩვენ სასტუმროში, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მიმართულია იმისთვის, რომ პირდაპირ ჯავშნების რაოდენობა გავზარდოთ და რაოდენობასთან ერთად, რა თქმა უნდა, რევენიუში პირდაპირ ჯავშნების მოცულობას. დღეისათვის ვფიქრობ, სულ ეს იყო, გავიარეთ ჩვენიერი თემა, თუ დაგჭირეთ ამ თემასთან დაკავშირებით დახმარება, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მომმართეთ მე და დაგეხმარებით ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმით, რომ ლამაზად, კორექტულად, ყველანაირად კარგად გავმართოთ ლოიალურობის პროგრამა და უკვე დაიწყოთ ერთგული მომხმარებლების გენერირება, სულ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაცა დიდი რაოდენობა არ დაგროვდეს, ან რიფითერებმა დიდი რაოდენობით რიფითერები არ დაგვიგროვდეს, მაინც გვაძლევს ეს ხელსაწყო იმის შესაძლებლობას, რომ გქონდეს მათი ინფორმაცია იგივე იმეილის სახით, რომელზედაც შეგიძლიათ უკვე დამატებით იმეილ მარკეტინგი აწარმოოთ და ნებისმიერი სპეციალური შეთავაზება იმეილით გაუგზავნოთ უკვე მათ. დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.